ნიკამელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით პატიმრობა მიესაჯა. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრო. განაჩენს დაემატა 2019 წელს დაკისრებული აღუსრულებელი სასჯელიც 25,000 ლარის ოდენობის ჯარიმა. მაშინ მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ. სპეცოპერაცია სომხეთში მიაძინის ტაძარში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შირაკის მთავარ ეპისკოპოსის მიქაელ აჯაფახიანის დასაკავებლად მივიდნენ. ადგილზე ვითარება დაძაბულია, სასულიერო პირები და მრევლი ძალოვანებს დაუპირისპირდნენ. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების სამსახურის გარდა პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული. მედიის ინფორმაციით ადგილზე დამატებით ძალებსაც ელოდებიან. ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 4 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ განცხადება რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკო ჟორდანმა ნატოს სამიტზე გააკეთა. უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. პირველ ადგილზე ვართ ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, თქვა ირაკლი კობახიძემ ანგარიშის წარდგენისას. კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.